მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახოთ დღეს ჩვენ რა გაგიხარდება თქვენ სულ ძალიან მალე. ნუ ერთი თვის განმავლობაში მოდით ასე გავაკეთოთ რა. იმისათვის რომ გავიგოთ რა გაგიხარდება, ჯერ ვნახოთ რა ხდება ხო თქვენ ცხოვრებაში, რომ თქვენ იცოდეთ რომ ეს არის თქვენი გაშლა და თქვენთან მოდის უშუალოდ ეს სიხარული, რომელიც ჩვენ გაგვახარებს სამყარო აუცილებლად სულ მალე, ხო? ცოტა პოზიტივით გამიწყოთ. ნახოთ, ეხლა რა გაქვთ თქვენ, ეხლა რა გაწუხებთ შეიძლება. ნახოთ. რა ენერგიებში მყავხართ? ოხო. ძალიან მაგარი ენერგიებში ხართ ჩემო სიხარულებო, იმიტომ რომ მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ შეიძლება აი აქ ადამიანს გამოცდილება ცხოვრებისეული რაღაცა გზა გამოიარა თქვენ და ეხლა ხართ როგორი ენერგიებში, იცით, როცა თქვენ დაფიქრდით, რომ მე რო გადავაბიჯო, თქვათ, ჩემი პრობლემები და წავიდე წინ, აუცილებლად უნდა გაუშვა ჩემი ცხოვრებიდან ყველანაირი ნეგატივი. და ეხლა შეიძლება თქვენ უკვე აი თითქოს გზას ვხედავ, ნახეთ, ვდგავარ კიდე ცოტა რაღაცა მაგ დაბრყოლებები, რაღაცები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგასაც გადავლახავ, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვიბრძვი იმისათვის, რომ ნეგატიური ფიქრები, სიტუაციები, ყველაფერი გავუშვა ჩემი ცხოვრებიდან და აი ნამდვილად მზად ვარ იმისათვის, რომ გადავიდე ესეთ ენერგიებში, რომ ყველაფერი ჩემი სირთულები, ან რაღაცა ეს პერიოდი, რომელიც მე თქვათ ახლა არ მომწონს და ნუ ან არ მომწონს რა, თუნდაც ახლა ეს არის თქვენი გამოცდილება, რა თქმა უნდა, მაგრამ აი თითქოს როგორ არის, იცი, აი დიდი ცოცხი გიჭირავთ ხელში და ცდილობთ მაქსიმალურად თქვენი ცხოვრებიდან გამოადევნოთ ყველაფერი ნეგატიური რა. იმიტომ რომ უკვე დავფიქრდი, გავიარე ეს გზა და ვიცი, რომ მხოლოდ და მხოლოდ კარგზე უნდა ვიფიქრო რა და მზად ვარ მაგისტრის ვიყურები აი მომავალში, ანუ სამომავლოდ ველოდები რაღაცა აი სასწაულს რა. და აქ კიდე არის ვიღაცა სხვათა შორის ნახათ თავისი პირადი დანიშნულება, შეიძლება კიდე ზოგი ნახათ რა სიტუაცია შეიძლება იყოს, თავის თავში მიდის ბრძოლა, მაგრამ უშვებს. ახლა მაგალითად ჩვენ გუშინ ახლა ვინც ახლა დღეს თქვათ ნახავს ამ ვიდეოს, ჩვენ გქონდა ძალიან კარგი საღამო გუშინ ვინც ესწრებოდა ინტენსივი იყო ჩვენ და რომ მანარაზეც ლაპარაკობთ, კლასიკაზეც ლაპარაკობთ და ბევრ რაღაცებში და ძალიან ბევრმა მოინდომეს რომ ვისწავლო მეც, იმიტომ რომ მინდა მიზიდავს, მაგრამ რაღაცა დაბრყოლება ნუ იქონდა რა ადამიანს ახლა შეიძლება წლები თქვა დაუშვათ რამე დაბრყოლება ქონდა თავის თავს არაძლევდა რომ ეკეთებია ის რაც მას უნდა და სული არ მოგასვენებს არასოდეს მაინც მაგი რისთვისაც მოვიდა ყველანაირად შეეცდება რომ თქვენ აუცილებლად მიაღწიოთ იმას რაც რისთვისაც მოვიდა, იმიტომ გებრძვის, იმიტომ რომ ზოგჯერ აგდებს ისეთ მდგომარეობაში რომ თქვათ ახლა გართმევს თანხებს ურთიერთობაში არეულია ყველაფერი ჯამრთელობა ეს უკვე ბოლო პიკი რა, როცა ადამიანი ცუდად გრძნობს თავს, ეს უკვე ყველანაირად სამყარო ცდილობს რომ შენ გაგაგებინოს რომ რაც შენ მოგწონს, რაც შენს გულში ზის, დაიწყე, გააკეთე. ნუ რას ელოდები რა, როდემდე უნდა ელოდო რა, რატო ხარ აყოლილი ვიღაცას, რატო მუსმენ ვიღაცას რა, გააკეთე ის რაც უხარია შენს გულს. და აი აქ ადამიანი ეხლა არის ესეთ მდგომარეობაში, რომ ნამდვილად მინდა, ნამდვილად მიხარია, აი რომ უკვე თითქოს გამოვიღვიძე, მორჩა, აღარ მინდა მე უკვე რომ აი ეს რაღაცები კიდე იყოს დაბრყოლებები ჩემ ცხოვრებაში რა, იმიტომ რომ მე რატო ვიძახო რომ გამოიღვიძა, იმიტომ რომ ნახეთ აქ როგორი ბრძოლა, როგორ იბრძვის ეს თავის აი ცუდ ფიქრებს რაღაცებს, რომ იმიტომ რომ აი მინდა რომ ეს არაფერი არ მინდა რომ შემეშალოს ხელი და მე მინდა რომ მქონდეს ჩემი გზა. მე ვირჩევ ჩემ თავს, იმიტომ რომ ეს არის ცხრიანი, მე ვირჩევ ჩემ თავს რა. მე მინდა რომ მე მქონდეს ყველაფერი ცხოვრებაში კარგი ის, რასაც მე დავიმსახურე იმ უფლებით რომ დავიბადე და თუ რამე არსებობს დედამიწაზე, ყველაფერი არის ჩემთვის.
გაიხედეთ, აი ეს სიუხვე, რომელიც არის ჩვენს გარშემო, ხო, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ. აი პროსტა დააკვირდეთ რა, იმ ხეებს, იმ მზეს, იმ მთებს, ეს ხო ყველაფერი ჩვენთვის არის შექმნილი და რატო დაუშვოთ ეს სხვა სიუხვე, რომელიც არის თქვენ ცხოვრებაში შექმნილი, რატო არ არის თქვენთვის? არის, რა თქმა უნდა, უბრალოდ ზოგჯერ ჩვენ გვაქვს დაბრყოლება თავში და რომელიც არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ეს ყველანაირი სიუხვე მივიღოთ ჩვენ ცხოვრებაში და აქ ადამიანმა დაფიქრდა, რომ მე მინდა ეხლა უკვე ჩემ ცხოვრებაზე ვიფიქრო, ჩემს მომავალზე, რომ ეს სირთულეები მორჩეს და აი შეიძლება даже ადამიანი აქ რა ვიცი, ლოცულობდა კიდევაც იმისათვის, რომ ღმერთო მომეცი რამე საშუალება, რომ მე აი მალახეთ ჩემი მომავალი და მე მზად ვარ, ანუ იმისთვის, რომ ეს ყველანაირი პრობლემები ჩემ ზურგს უკან დავტოვო და წავიდე წინ. აი ეგეთი ინფორმაცია მოვიდა ჩემო სიხარულებო. თუ თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ თუ თქვენი არის, თუ თქვენ მზად ხართ. აი ნახოთ, ეს კარგი, ეს სასიამოვნო, რას გიბზადებთ თქვენ? უფალი, რას გიმზადებთ თქვენ? ანუ ეს ნათელი გზა რა არის, რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რას გიმზადებს თქვენ? სამყარო, ხო? ნახოთ ახლა, ისე რატომღაც დღეს მინდა ამ დასტაზე ვიმუშაო, რატომღაც აი ასე ავიღებ მე რამდენიმე კარტს, ეს ვარიანტები არ არის, ეს უბრალოდ აი ეს კარგი მოვლენები, რომელიც უნდა შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში, ხო? და თუ დაგჭირდება ჩვენ ახლა დაუშვოთ დამატება, აი ნახეთ, ბოლოში მაგის ენერგია, ანუ მე ვარ, მაგი რას ნიშნავს? მე ვარ ჩემი ცხოვრების როგორ არის ქართულად აღმაშენებელი რა, მე ვაშენებ ჩემ ცხოვრებას, მე ვქმნი შემქმნელი, ვოთ, მადლობა ვიღაცა მითხრა. მე ვქმნი ჩემ ცხოვრებას თვითონ, მე ვაგებ პასუხს ჩემს ცხოვრებაზე. მე ვაგებ, იმიტომ რომ კი, ხა შეგვიძლია თქვა, აი ეს ბედი, აი ბევრი სხვა შეს მეკითხება, აი შემიძლია რომ ჩემი ბედი შევცვალო, როგორ არ შეიძლება, მატრიცა რა არის, აი მე რომ ვაკეთებ მატრიცას, ხო? იქ არის ნაჩვენები, რა ენერგიებით, რა რესურსებით მოვედით ჩვენ, ხო? რა შეგვიძლია გამოვიყენოთ, უბრალოდ ეხლა ზოგს აქ ეს პლუსში, ზოგს მინუსში, ანუ ზოგი იყენებს, ზოგი არ იყენებს, ხო? ზოგი შეიძლება вообще აზზე არ არის, ან ფიქრობს რაღაცა, ინტუიცია აქვს, ფიქრობს, მაგრამ ეშინია შემიძლია გამოვიყენო, გამომივა, აი ეგეთი რაღაცა და აი მატრიცა არის, აი როგორც ბეჭედს რო დაარტყავ, ის გეუბნება შენ რომ კი და ამიტომ ვიზახ რომ შეგიძლია მე ბევრი მატრიცა მინახე ისეთი რომ ადამიანი რითიც მოვიდა მინუსში ყველაფერი ჩაგდებული ქონდა ისე იმ მინუსით მოდის მაგრამ ის ვინც დაფიქრდა რომ მე რაღაცა უნდა შევცვალო რაღაცა არ მომწონს ჩადო აი რა არის ყველაზე მაგარი ჩადება ფულის შენს განათლებაში რა იმაზე რომ შენ გაეგო შენ რა გჭირს შენ როცა გაეგებ შენ რა გჭირს ამაზე იმუშავებ ნახავ თქვათ ეხლა იმდენი შესაძლებლობა რომ კი ბატონო უბრალოდ მოინდომე შენ თუ კარგად იქნები შენი გარშემო მყოფი ხალხი ყველა კარგად იქნება მაგრამ ზოგჯერ ჩვენ თავს ვდებთ სადღაც იქით რა ჯერ მე შვილებს გავუკეთო მშობლებს გავუკეთო დედმამიშვილებს გავუკეთო და მე სადღაცა ხო და როცა შენ ხარ ცუდად ის შენი დახმარებაც არ არის აი არ შეერგება არავის შენ როცა ხარ კარგად ანუ შენ ხარ შევსებული თუნდაც იმ სიუხვით იმ ყველაფერს შენ უფრო იმ შენი გაცემულიც არის უფრო გემრიელი და შენს უფრო მეტი მოგდის და უფრო მეტი საშუალება გეძლება რომ ყველას მერე დაეხმარო იმიტომ ჯერ ელემენტარული თვითფრენავში ხა მგონი ყველა ხართ ნამჯდარი და როგორი ინსტრუქცია როცა თქვათ რამე რო იქნება ჯერ დედამ უნდა გაიკეთოს ნიღავე მერე შვილს ანუ ჯერ შენ თავს უშველე რომ შენ ისუნთქო და მე უკვე შენ რო რესურსში იქნები შენ შვილსაც დაეხმარები თორა შენ რო შვილს გაუკეთო და შენ რო თუ ხა გადავარდე და მოკვდე მე ამ შვილს რას უშვები ის ბავშვია რა ქნას ახლა ამ ბავშვმა ხო იმას სადაა ამდენი მოფიქრება twini რო რაღაცა თქვათ გააკეთოს აი ეს დაემახსოვროთ რომ ყოველთვის სიუხვიდან უნდა დაეხმარო რას ნიშნავს სიუხვი როცა მე კარგად ვარ როცა მე ყველანაირად ჩემთან აი მივდივარ იმ ჩემ გზით და ასე შემდეგ აი ესეთი რამე იმიტომ რომ აი მაგმა რამდენი მალაპარაკა. მოდით ვნახოთ, აბა ეს კარგი რა არის, რა შემოდის, ახლა თქვენ ცხოვრებაში. სიყვარული, ნახეთ, ვიღაცა აუცილებლად შეიძლება დაუშვოთ თქვენ ახლა დიდი ხანი ელოდებოდეთ, თქვათ, ნუ გინდოდეთ ეს რა არის.
უსიყვარულო ძნელია ძალიან, ურთიერთობის გარეშე ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ურთიერთობაც კი არ არის ახლა სუნთლად ახლა ისე დალაგებული, როგორც ზღაპრებში წერია, მაგრამ იმიტომ რომ ზღაპრებში ხო წერია, რომ აი ხა თქვათ ეს პრინცი და თქვათ უფლისწული და კონკია რო ერთმანეთს თქვათ ნუ შეუღლნენ, მაგრამ და არიან თქვათ ბედნიერები რო შეუღლნენ, მაგრამ იმის მერე რა ხდება ჩვენ ხო არ ვიცით, ხო? ხო და მაგრამ მაინც ახლა ისე ვარ შექმნილები, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გჭირდება რომ გვერდით ყავდეს ჩვენ ადამიანი. ამიტომ აქ შეიძლება ზოგმა მართლა დაფიქრდა და თქვა, როდემდე ვიყო მე მარტო, როდემდე მე ვიყო ასე. მე მინდა რომ ჩემ ცხოვრებაში შემოვიდეს ადამიანი და როცა შენ ნამდვილად გინდა, აუცილებლად სამყარო შენ შეგახვედრებს ისეთ ადამიანს, რომელიც არის შენთვის სათანადო და სათანადოზე რო ვიძახეთ ჩვენ ზუსტად ისეთი, როგორიც გინდა შენ. ამისთვის ვიცი კიდე კაი მაგარი პრაქტიკები, მაგრამ ახლა ეს უკვე ცოტა ძალიან შორს სწავლობთ. ჩვენ ნუ კონსულტაციებზე ყოველთვის, რა თქმა უნდა, ყველა ჩემ რა პრაქტიკებიც ვიცი, ვაძლევ რა. აი ეს შეიძლება იყოს ახალი შეხვედრა, ახალი გაცნობა, შეიძლება განაახლება თქვენი ურთიერთობისაც, შეიძლება თქვათ ახალ ეტაპზე მიდიხართ თქვენ იმ ურთიერთობაში, რომელიც არის უკვე თქვენ ცხოვრებაში. ნუ მოდით ჩვენ ახლა გავხსნათ, ცოტა მინდა რომ გავიგოთ ჩვენ ახლა აი უფრო ეს რასთან დაკავშირებით არის, უფრო ეს კარგი სიამოვნო ემოცია, შეიძლება უბრალოდ თქვენთვის შემოდის ეს კარგი სიამოვნო ემოცია, რასთან აი თქვენი გამარჯვება, გაიგეთ? ანუ აი მე ყველაფერი მიხარია, ნახეთ, მე მიხარია ცხოვრება, მე გავიმარჯვე. მე აი ეს ნახეთ, შეიძლება აქ უბრალოდ თქვენ ხელი თქვათ გაქვთ ანუ ახალი საქმე, ახალი ადამიანი, ახალი ცხოვრება, ახალი ფიქრები, ახალი ემოციები. ანუ გამარჯვებული ვარ მე მოვერიე. აი აქ ნახეთ ხუთიანი. მე ვიბრძე და აქ წამოვიდა მე მოვერიე. მიხვდით რა ხდება? რა საოცრება ხდება? აი მე მოვერიე რაღაცას და მე გავიმარჯვე. აი ეს არის აი ეს ენერგია, რომელიც გითხულობს ზუსტად ჩვენი ვიბრაციები, მაღალი ძალები, სამყარო, ხო? იმიტომ რომ სამყაროს ახლა ჩვენ რაც არ უნდა ვთხოვოთ, არ ხდება. გინდაც ლოცვა, შენ რო ლოცულობ და არ გჯერა რომ შენ ღმერთი დაგეხმარება, ნუ ეხლა ისეც იქაც უნდა გაუშვა ეს ვიბრაცია, უნდა გულით ლოცო, უნდა უთხრა უფალს რომ მე მჯერა შენი, მე ვიცი რომ შენ ჩემთან ხარ, მე ვიცი რომ შენი ჩემი მფარველი ანგელოზები ჩემთანა, მე ამისი მჯერა. აი და არა ისე რომ ვლოცულობ და მე ვიძახე რომ რა ვქნა ეხლა ეს ღმერთს არის მის ჩემი, იმიტომ რომ არ ლოცულობ გულით, არ ლოცულობ შენი მთელი არსებით და იგივე როცა ჩვენ რაღაცა სხვა ტექნიკებს ვაკეთებთ, თუნდაც აი სამყაროს რო ვწერთ. ეს უბრალოდ არის ძალა, რომელიც ჩვენ ყოველთვის პარველობს და გვეხმარება, უბრალოდ გვასწავლის, რომ მიდი აი პოზიტიურად იყავი განწყობილი და ჩვენ შენს გვერდით ვართ. აი ეს არის. შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ, შემდეგი იმპერატრიცა, მეტი რა გითხრათ რა. აქ შემიძლია გითხრათ რომ ნამდვილად ახლა არის აი აქ ადამიანმა მოერია ყველაფერს და ეს არის სიუხვე, ეს არის ბედნიერება, შეიძლება სხვათა შორის აქ იყოს ვინმესთვის ესეთი ინფორმაცია რომ დაუშვათ ადამიანი დღე-დღეზე ელოდება ბავშვს. ან დაუშვათ ორსულობა, მინდა რომ დავორსულდე და არის სიტუაცია რომ აი უკვე დღე-დღეებში შეიძლება დაორსულდები შენ რა, ანუ მოვა ეხა ეს პერიოდი რომ ზუსტად მოგეცემა, იმიტომ რომ გულით შენ გინდა და გადაწყვეტილება მიიღეთ. ნახეთ, ესეც ძალიან ისეთი მაგარი თემა, რატომ ბავშვი არ მოდის თქვათ, ხო? ნუ ეხლა ისე ვისაც პროგრამები აქვს, ამაზეც ვუხსნი ხოლმე კონსულტაციაზე, რატო ბავშვი ხო გვირჩევს, ჩვენ ხო ვირჩევთ მშობლებს. ეს არის დამტკიცებული, ახლა ამაზე არ არის საჭირო რომ ვიდავოთ. ანუ ღმერთი ხო გვიგზავნის შვილს, მაგრამ შენ უნდა იყო მზად იმისთვის, რომ შენ ეს მიიღო. აი აქ უნდა იყო მზად და აი აქ ესეც კი აქ არის რა. თუ შენ დაუშვათ გინდოდა ეს კი და თუ არა და აი ეს არის, ნუ თუ თქვათ, ნუ ბევრი ხართ, ამიტომ მე ყველა ვარიანტს გეუბნებით. მაგრამ ესეც არის, რომ სიუხვისთვის მზად ხართ, მოგცემთ ყველაფერს აბსოლუტურად, რისთვისაც ხარ, იმიტომ რომ ნუ იმპერატრიცა არის
არის საერთოდ ეს არის სიუხვე, ეს არის ნაყოფიერება, ეს არის ჯამრთელობა, თუნდაც ბედნიერება, ეს არის მატერიალური სიუხვე თუნდაც, ხო? აი როგორც დედა ხარ ბედნიერი, აი როგორც დედა გაიხარებ, თუ რამე დარდი გქონდა თქვათ შვილზე, ხო? არ ბედნიერი დედა იქნები, ხო? ზოგი შეიძლება თქვათ, ახლა გათხოვება თუ დაუშვათ ადამიანს უნდა და ანუ ასე შემდეგ. იმპერატრიცა არის ძალიან მაგარი ენერგია. ანუ ეს ენერგია როცა შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, ეს უკვე აი ზუსტად ნახეთ, აქ არის მთვარე, ხო, ქალის ენერგია, რაზეც ფიქრობდი, ხო, აი აქ არის აი ესეთი როგორც აი ესე რა ქვია, აი მე როგორ მომივარდება ხოლმე სიტყვა. ვაიმე, ღმერთო ჩემო. ენერგია მოდის რა. მოდი, მზის ენერგია, სხივი. გამახსენდა? სხივი მოდის აქედან და აი ზუსტად ქალი ივსება ქალური ენერგიებით, ივსება, გაიგეთ რა ხდება? მთვარე აძლევს ამას ქალური ენერგიებით. შეიძლება თქვენ შეიცვლებით რაღაცა პერიოდი დამთავრდა და თქვენ შეიცვლებით, აი შინაგანად მიდის თქვენში ტრანსფორმაცია და აი უფრო ქალური გახდებით, დაუშვათ, ხო? შეიძლება მოგინდებათ, რომ აი ჩემ თავს მინდა რამე პროცედურები გავუკეთო, ან უფრო გაახალგაზრდავდი, იმიტომ რომ როცა ახალი ენერგიები ჩვენ ვივსებით ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი უჯრედებიც ეხლა რა თქმა უნდა ტრანსფორმაციას განიცდიან და უფრო შეიძლება გითხრან, ვაიმე რა კარგად გამოიყურე, ვაიმე რა სხვანაირი ხარ, ვაიმე როგორ გიხდება, აი თქვათ ან რაღაცა პროცედურები თქვათ ეხლა დაუშვათ გამოიყენეთ და მოგიხდათ და გალამაზდეთ უფრო, კიდე. აჰა, დღეს სულ მაღალი არკანები, აჰა ნახეთ. ცვლილება, უდიდესი ცვლილება მოდის თქვენ ცხოვრებაში. ანუ რაღაცა პერიოდი დასრულდა და ეხლა უკვე სამყარო თქვენ გეუბნებათ, რომ ჩვენ შევისმინეთ შენი სულ ყველა სიტყვები და აუცილებლად შენ გელოდება ცვლილება. მოდით მაინც ვნახოთ, აბა რასთან დაკავშირებით, სად, რაში ეხლა იქნება ეს ცვლილებები, იმიტომ რომ აქ რაღაცა მოხდა. ნუ გამარჯობა, კიდე ერთი გამარჯობა, იმიტომ რომ აქ გეუბნებით, ნუ აქ უეჭველი, აქ ესეთი არკანები არის, რომ ადამიანმა რაღაცა პერიოდი, აი რომ ერყეობდა, ხო? რაღაცა პერიოდი დაასრულა. აი თითქოს რაღაცა სხვა ენერგიებით შეივსეთ თქვენ, გაიგეთ და ამიტომ აქ არის ზუსტად აი ეს პერიოდი, როცა უკვე всё, იმიტომ რომ ფორტუნაი ცოტა ესეთი ტიპი არის, რომ შეიძლება იქითაც წავედეს, აქაც წავედეს. აქაც ამას ახლა არ ვიცი ქართულად რა ქვია მაგას, აი რო სათამაშო რო არის ეს ძვლები რა, რო აწერია იქ რაღაცა ციფრები, რო დომინოს რო თამაშობენ, ან არც რო თამაშობენ. აი ესენი არის აქ ჩაკიდებული აქ ამას რაღაც ჩამოკიდებული. ხო და ანუ ესე იგი ხანიკით წავა, ხანიკით ხარ, ხო? და ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნებით, არა, წარმატებისკენ მიდიხარ, წარმატებისკენ. თუ რაღაცა შეიცვლება, შეიძლება შენ დაუშვათ ახლა მუშაობ რაღაცა პროექტზე, რაღაცაზე და ფიქრობ, რომ ამდენის ენერგიას ვდებ, ამდენ რამეს ვაკეთებ და სად არის თქვა კლიენტები დაუშვათ, ხო? შეიძლება მაღაზია გახსენდა, კლიენტები არ აყავს, ან სააგენტო გაქვს, ან კიდე რაღაცა, სად არიან? სიტუაცია იცვლება და მოდიან შენთან, აი ნახათ რამხელა სიხარული და ბედნიერებით შემოდიან თქვენთან ხალხი, იმიტომ რომ შენ თვითონ აი თან პლუს კიდე ეს ენერგია, თქვენი ენერგია იცვლება, თქვენ რაღაცა ახალი ენერგიებით იცვლებით, ივსებით, რომელიც გაძლევ თქვენ საშუალებას, რომ კიდე რა გავაკეთო, კიდე რა შემიძლია, კიდე რამე გავიგო ახალი, ან ახალი თქვათ სწავლა დაიწყეთ და გაღვთოვანებულები იქნებით, რა თქმა უნდა, რომ ეს ახალი რაღაცა არის და ან რაზეც მე ვოცნებობ და შემოდის ჩემ ცხოვრებაში და ღმერთო მადლობა რომ მე ეს გავაკეთე და ამით იცვლება თქვენი ცხოვრება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ახლა ფორტუნა ანუ ცვლის საერთოდ ცვლის ფორტუნა აქ ამ შემთხვევაში შენ ცხოვრებას, მაგრამ უკეთესობისკენ. კიდე წინსვლა. ანუ ყველა არკანები გეუბნები, ნუ აქ პრინციპში სიგნიფიკაციაც თქვა უკვე რომ ადამიანი უკვე მზად არის. აქ კიდე შემიძლია რა გითხრათ, იცით? შეიძლება თქვენ თვითონ ხართ მზად იმისათვის, რომ დაეხმაროთ ადამიანებს
იმაში, რომ გაიყვანოთ რთული სიტუაციიდან. თუ დაუშვოთ, თქვენ თვითონ ხართ ადამიანი, რომელიც ხდება სწავლეთ რამეს, ხო? ან რაღაცა ცოდნა გაქვთ თქვენ ისეთი, რომელიც საჭირო არის ხვებისთვის. იცოდეთ, თუ რამეს სწავლობთ, საერთოდ არც ერთი არ არის, აი ტყუილა უბრალოდ, თქვათ ეს თქვენი ცოდნა ყოველთვის გამოგადგებათ, უბრალოდ ნუ დამალავთ მაგას, იმიტომ რომ ის ვიღაცა სჭირდება, ვიღაცა ელოდება, თქვენ გონიათ შეიძლება რომ იცით თქვენ დაუშვოთ ნამცხრების ცხობა, თქვენ გონიათ, მოიცა რა უნდა მაგას, ვის უნდა რა ვინ არ იცის. მაგრამ იმდენი ადამიანი არის, ვინც არ იცის და უნდა რომ ისწავლოს, რომ შენი ბლოკი როც რო გააკეთო და აჩვენო ადამიანებს როგორ უნდა გამოაცხო, თუნდაც ელემენტარული ხაჭაპური როგორ უნდა გამოაცხო, უკვე შეიძლება იმდენი გამომწერი ყავდეს, რომ რა ვიცი რა. ანუ ნუ მალავთ ამ თქვენ ცოდნას, გაეცით. ნუ ფიქრობთ, რომ არავის არ უნდა თქვენ ხართ ვიღაცისთვის, ვიღაცები არის ადამიანები გაბარი, რომელიც უშუალოდ თქვენი რეცეპტი უნდა. თქვენი მიდგომა, თქვენი ახსნა. აი დამიჯერეთ, იმიტომ რომ აქ დიდი წინსვლა აქ ადამიანი გადადის სხვა ეტაპზე, გაიგეთ რა ხდება? და ანუ ცოდნის გაცემაც არის ჩემი საჭირო და ანუ აი არ ვიცი რა, მაგარი გაშლა არის ძალიან. მე მარტო შემიძლია თქვენ გითხრათ, რომ აი даже რჩევა თქვენ გამოიყენე შენი სიძლიერე, გამოიყენე, всё, მოვიდა დრო იმისთვის, რომ შენ ცხოვრებაში მოხდეს ეს დიდი ცვლილება. შენ გაქვს ამისთვის ძალა, შენ შეგიძლია უბრალოდ დაიჯერე და დაიწყე. მეტი არაფერი არ გჭირდება. მაღალი ძალები აქ არიან 1, 2, 3 უმაღლესი დონის მაღალი ძალები, აი არკანები აქ გვაჩვენებენ. იმას, რომ შენ შეგიძლია შეცვალო, ნუ გეშინია, ანახე ადამიანებს, ანახე შენი ძალა, ანახე შენი პირადი ძალა, რა იცი შენ ხარ საჭირო. დამიჯერეთ რა, მორჩა აქ მერყეობა, შენი ცოდნა უნდა გაეცეს. კი, სამყარო სჭირდება, სამყარო გელოდება, მაღალი ძალები გელოდებიან, შენი სირთულები, всё, მორჩა, მთავრდება, უბრალოდ იმოქმედე და ყველანაირად შემოვა შენ ცხოვრებაში ეს ბედნიერება, ეს სიხარული, რასაც გაძლევთ თქვენ სამყარო, უბრალოდ მიიღეთ მადლიერებით და დაიწყეთ რამეს, აი თქვათ, გიგითხარით რაღაცები, თუ არ იცით და აგერ მატრიცას გაგერჩევთ და გაგგვინეთ ყველაფერს, ვინცაც გარჩეული გაქვთ, უკვე შეგიძლიათ წაიკითხოთ, იქ თქვენ ყველაფერი გიწერიათ, რა შეგიძლიათ და რას უნდა გაუფრთხილდეთ და იმოქმედეთ ჩემო ლამაზებო და ყველაფერი კარგად იქნება თქვენ ცხოვრებაში, დარწმუნებული ვარ.